10 დეკემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქორთიერთ მარიოტში კვლევის პრეზენტაცია მოაწყო. კვლევის მიხედვით ქმრის მხრიდან ცოლზე ძალადობას საქართველოში კვლავაც ამართლებენ. კვლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ წარადგინეს. რესპონდენტთა 34.6% აღნიშნავს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია თუ კი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს სწვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან. კვლევა არის საინტერესო, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა 2009 წლის მდგომარეობას შევადაროთ და ვხედავთ, რომ საზოგადოებაში დამოკიდებულება ძალადობის მიმართ არის შეცვლილი უკეთესობისკენ, ანუ უფრო მეტი მიიჩნევს მოსახლეობის დიდი რაოდენობა, მიიჩნევს, რომ ეს არის დანაშაული. ანუ თუ თქვათ 2010 წლის კვლევის მიხედვით, 9 წლის 10 წლის კვლევის მიხედვით 78%-ს მიაჩნდა, რომ რაც ხდება ოჯახში უნდა არ გასცდეს ოჯახის ფარგლებს, დღეს მხოლოდ ასეთი არის 25%. ეს თავისთავად ძალიან დადებითი ტენდენციაა და გვიბიძგებს ჩვენ რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლებაზე, საზოგადოების ინფორმირებულობაზე ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვერევით ამ პრობლემას, თუ არ იქნება ღიაობა და მზაობა, რომ ჩვენ გავიგოთ ეს რა არის მიმართონ დახმარებისთვის და მიიღონ დახმარება იმ ხალხმა, იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს ძალადობის პრობლემა. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერებისა და დამოკიდებულებების კვლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში თბილისში, სამეგრელო, ზემო სვანეთსა და კახეთში ჩაატარა. სულ 18-დან 60 წლამდე ასაკის 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. მათ შორის 65.1% ქალია და 34.9% მამაკაცი. კვლევა გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში ფარგლებში ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების ამაღლების ძალისხმევა დაიწყოს ადრეული ასაკიდან. მნიშვნელოვანია მუშაობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებთან, სკოლებში. ასევე ძალიან დიდი როლი აქვს პოლიციელებს. და ასევე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიებს, იმიტომ რომ როგორც კვლევა მაჩვენა, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიერ ძალადობის საკითხებზე ინფორმაციის ყველაზე ხშირად გამოყენებადი წყარო ეს არის ტელევიზია. ძალადობის შემთხვევაში პოლიციას როგორც წესი არ მიმართავენ. ამის მიზეზი სირცხვილი, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიში და დაუცველობის გრძნობაა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, ქალს შეუძლია მიმართოს პოლიციას, უბრალოდ პატრულს, იქ არსებობს შესაბამისი დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენს პრაქტიკაშიც არის ესეთი, როდესაც თავს იკავებს ქალი პოლიციისგან მიმართვას და ამის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი არის ის, რომ ის ელოდება ძალადობის უფრო მეტად გამწვავებას, მოძალადისგან უფრო მეტ აგრესიას, თუ კი ის ჩართავს პოლიციას, თუ კი ის ჩართავს, ასე ვთქვათ, მესამე მხარეს ამ ინციდენტში. ეს არის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი. პარალელურად საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა. ეს კვლევაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევარების ანა არგანაშვილისა და ანა აბაშიძის დახმარებით. კვლევებში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის აპარატის სტაჟიორებმა. ჩემთვის ასევე ჩემი მეგობრებისთვის იყო ძალიან საინტერესო, რადგან ჩვენ გავიგეთ ისეთი საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხება გენდერ სენსიტიურ თემებს და ქალთა პრობლემატიკას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მოქმედებს და რაღაც მარწუხებივით აქვს შემორტყმული ადამიანების აზროვნებას, რომელიც ამ ადამიანებისგან არის შექმნილი და დღეს მის ტყვეობაშია საზოგადოება და ხშირ შემთხვევაში არის არასწორი გააზრება იმ ოჯახში ძალადობის და ამას ეძახიან საშინაო პრობლემას, როდესაც ეს რეალურად არის საჯარო პრობლემა. კვლევებიდან ნათლად ჩანს, რომ მდგომარეობა 2009 წელთან შედარებით ნაწილობრივ შეიცვალა. ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე უმთავრეს პრობლემად რჩება. გამოიკვეთა განათლების როლი. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ბევრად უფრო ადვილად აღიარებენ ოჯახური ძალადობის ფაქტებს და მიაჩნიათ, რომ ეს არის კრიმინალური აქტი და მისი მოთმენა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. მსგავსი კვლევის ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება.